شهد گوارای شهادت را نوشیدند و به ملکوت اعلی پیوستند. თული სათქმელია, რამდენად გულწრფელია ამ ადამიანების გლოვა. ზოგადად ტოტალიტარულ ქვეყნებში ემოციის არ ქონა დანაშაულის ტოლფასია, მით უმეტეს დიქტატორის გარდაცვალების შემთხვევაში. როცა გარშემო ყველატირის სხვებიც იმავეს აკეთებენ, რათა ვინმე მასისგან არ გამოარჩიოს ან მოღალატედ არ ჩათვალოს. მეორეს მხრივ ხალხს, ვისაც სხვა ალტერნატივა არ უნახავს, შესაძლოა გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყანა ამ კონკრეტული ადამიანის გარეშე დაიღუპება. პარალელურად იანვრის ანტისამთავრობო აქციებზე მოკლული ირანელი მუჰამედ რაბის ოჯახში ზეიმია. აიათოლა ალი ხამენეი, ირანის თეოკრატიული მონარქი და როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი ისტორიაში მკვდარია. მან ბრძანა, რომ საათები ისე გაეჩერებინა, თითქოს დრო არ გადიოდა, რათა დაეჯერებინა, რომ მისი მმართველობა მარადიული იყო. თუმცა როგორც მარკესის პატრიარქის, ისე ამ შემთხვევაში რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა. ხამენეი ირანს 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მართავდა. მან შექმნა ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის ღერძი ისრაელისა და ამერიკის წინააღმდეგ, თუმცა ამ ამბიციამ ირანის საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცია. მისი მმართველობის პერიოდში მრავალი ადამიანი დაიღუპა. მაგალითად, მხოლოდ იანვრის ანტისამთავრობო აქციებზე სხვადასხვა მონაცემებით 30,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. გარდა ამისა, ირანში ადამიანებს რეგულარულად სჯიდნენ სიკვდილით დაუსაბუთებელი ბრალდებებით, რასაც ხამენეის მიერ დანიშნული სასამართლო სისტემა ამტკიცებდა. ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ ქვეყნის ციხეებში, მაგალითად ევინის ციხეში, სექსუალური ძალადობა გამოიყენებოდა როგორც წამების მეთოდი ქალი პატიმრების გასატეხად და მათი ოჯახების დასაშინებლად. 90-იან წლებში რეჟიმი ცდილობდა ძალაუფლების გამტკიცებას, პირა დროსაც. სპეცსამსახურებმა სისტემატიურად დაიწყეს ინტელექტუალების, მწერლების და პოლიტიკური აქტივისტების განადგურება, რომლებიც რეჟიმს აკრიტიკებდნენ. მათი მიზანი შიშის დათესვა და ლიბერალური რეფორმების მსურველთა გაჩუმება იყო. ათობით ადამიანი მოკლეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოგვიანებით ირანის მთავრობამ აღიარა, რომ კონკრეტული ადამიანები დაზვერვის სამინისტროდან იყვნენ პასუხისმგებლები ამ მკვლელობებზე. 2009 წელს ხამენეიმ საკუთარი მოქალაქეების სიკვდილისთვის კიდევ ერთხელ გაწირა. მაშინ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორმა მაჰმუდ აჰმედი ნეჟადმა გაიმარჯვა, თუმცა რეფორმისტმა კანდიდატებმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს, როცა ქუჩაში მილიონობით ადამიანი გამოვიდა, მან მკაცრი არჩევანი გააკეთა. ცნობილ ქადაგებაზე თქვა, რომ თუ პროტესტი არ შეწყდებოდა, სისხლის ზღვაზე პასუხისმგებლობა ლიდერებს დაეკისრებოდათ. შედეგად პროტესტი სასტიკად ჩაახშვეს. იყო მსხვერპლი. ოპოზიციის ლიდერები კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. ასევე 2019 წელს საწოვის ფასის მატების გამო დაწყებული პროტესტი სწრაფად გადაიზარდა ანტისამთავრობო გამოსვლებში. როიტერის გამოძიების თანახმად, ხამენეიმ თავის გარემოცვასა და უსაფრთხოების ძალებს უთხრა გაეკეთებინათ ყველაფერი, რაც საჭირო იქნებოდა პროტესტის შესაჩერებლად. რამდენიმე დღეში ირანის მასშტაბით 1500-მდე ადამიანი მოკლეს. ხელისუფლებამ სრულად გათიშა ინტერნეტი, რათა კადრები არ გავრცელებულიყო, როცა ქუჩებში მომიტინგეებს პირდაპირი ცეცხლით ხრედნენ. ამ მოვლენებს ირანის ისტორიაში სისხლიანი ნოემბრის სახელით იხსენებენ. გარდა ამისა, 2022 წელს 22 წლის მასა ამინი მორალის პოლიციამ დააკავა ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო. თვითმხილველების თქმით, დაპატიმრებისას გოგონას სასტიკად სცემეს. ამ მოვლენამ ირანში პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. ადამიანები თეოკრატიის დასრულებას ითხოვდნენ. ქალებმა საჯაროდ დაიწყეს ჰიჯაბების დაწვა. ხამენეი დიდხანს დუმდა, შემდეგ კი თქვა, რომ ეს იყო ამერიკისა და ისრაელის მიერ დაგეგმილი ჰიბრიდული ომი. მან მხარი დაუჭირა ძალოვან სტრუქტურებს, რასაც მოჰყვა ასობით ადამიანის დაღუპვა და საჯარო სიკვდილით დასჯის სერიები აქტივისტების დასაშინებლად. თავიდან ხამენეი იყო აიათოლა ხომეინის ყველაზე ერთგული მოწაფე. აქტიურად ავრცელებდა ხომეინის იდეებს, რომლებიც შაჰის მმართველობის დამხობას და ისლამური მმართველობის დამყარებას ისახავდა მიზნად. ხშირად კითხულობდა ქადაგებებს, სადაც აკრიტიკებდა ხელისუფლების პროდასავლურ პოლიტიკას.
ამის გამო ის 6-ჯერ იყო დაპატიმრებული. ბოლო პატიმრობისას 1974-75 წლებში, როდესაც თეირანის ერთ-ერთ ციხეში იმყოფებოდა, იგი თავის მემუარებში იხსენებდა, რომ ამ პერიოდში სასტიკი წამების მსხვერპლი იყო. მოგვიანებით ის ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქში გადაასახლეს. მისთვის ეს პერიოდი რევოლუციური ბრძოლის სიმბოლოდ ითვლებოდა. ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ხამენეი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამ პოსტს 8 წლის განმავლობაში იკავებდა. ამ დროს ქვეყნის რეალური მმართველი და უზენაესი ლიდერი აიათოლა ხომეინი იყო. 1989 წლის 4 ივნისს აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ ექსპერტთა საბჭოს ხდომაზე, როდესაც მისი კანდიდატურა წამოაყენეს, ხამენეი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. მისი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ მას არ ჰქონდა მარჯა ალ-თაქლიდის, იგივე უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის სტატუსი. ირანის მაშინდელი კონსტიტუციით კი უზენაესი ლიდერი აუცილებლად უმაღლესი რანგის აიათოლა უნდა ყოფილიყო. რთული სათქმელია, რამდენად გულწრფელი იყო მისი თავმდაბლობა, რადგან ამ ამბის შემდეგ იგი ირანის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მმართველი გახდა. خود من حقیقتا لایق این مقام نیستم و این رو بنده میدونم شاید آقایونم میدونید ხამენეის კანდიდატურას ყველაზე მეტად მაშინდელი გავლენიანი პოლიტიკოსი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი უჭერდა მხარს. ხომეინის დროს რაფსანჯანი იყო რეჟიმის მარჯვენა ხელი და მთავარი სტრატეგი. ის ირან-ერაყის ომის დროს იყო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე. იმ ვიწრო წრეს წარმოადგენდა, რომელსაც ხომეინი ყველაზე რთულ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ანდობდა. სავარაუდოდ მას ჯეროდა, რომ ხამენეი იქნებოდა სუსტი ლიდერი, რომელსაც თავად მართავდა კულისებიდან. შესაბამისად, კონსტიტუცია სასწრაფოდ შეცვალეს. ლიდერს აღარ მოეთხოვებოდა უმაღლესი რელიგიური ტიტული. ხამენეის კი აიათოლას წოდება პრაქტიკულად ერთ ღამეში მიანიჭეს. საინტერესოა, რომ როდესაც საბჭო ვერ თანხმდებოდა კანდიდატზე, რაფსანჯანიმ განაცხადა, რომ მას ჰქონდა პირდაპირი საუბრები გარდაცვლილ აიათოლა ხომეინისთან. მისი თქმით, ხომეინი სიცოცხლეშივე ამბობდა, რომ ხამენეის საუკეთესო კანდიდატი იყო მისი შეცვლისთვის. მოგვიანებით ირანულ კულუარებში და ოპოზიციურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაფსანჯანიმ გამოიყენა არგუმენტი, რომ გარდაცვლილი ხომეინი დაესიზმრა და მან მიანიშნა, რომ ხამენეი მისი შემცვლელი უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ხამენეი სულიერი ლიდერი გახდა, თავად რაფსანჯანი პრეზიდენტი გახდა. მან დაიწყო ომით დანგრეული ირანის აღდგენა. მას აღმშენებელს უწოდებდნენ, რადგან ქვეყანა თავისუფალი ბაზრისკენ და დასავლეთთან ნაწილობრივი ვაჭრობისკენ წაიყვანა. ამ დროს რაფსანჯანის ოჯახი ითვლებოდა ირანის ერთ-ერთ უმდიდრეს კლანად. ხამენეიმ, რომელიც რაფსანჯანიმ გახადა ლიდერი, ნელ-ნელა თავისი ძალაუფლება გააძლიერა და 2009 წელს, როცა ირანში პროტესტი იყო, რაფსანჯანიმ მხარი რეფორმატორებს დაუჭირა. ამის გამო ხამენეიმ მას ყველაფერი ჩამოართვა. მისი შვილები ციხეში ჩასვეს, მას კი საჯარო გამოსვლები აუკრძალეს. რაფსანჯანი 2017 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ოფიციალური გარდაცვალების მიზეზად აუსში გულის შეტევა დასახელდა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ის მოკლეს, რადგან ზედმეტად ბევრ საიდუმლოს ფლობდა ხამენეისა და რეჟიმის ჩამოყალიბების შესახებ. ზოგადად პროპაგანდა ხამენეის ისეთ ადამიანად ხატავდა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ირანს შესწირა. მაგალითად, 1991 წლის 27 ივნისს ირანის რევოლუციიდან მალევე თეირანის აბუზარის მეჩეთში ლექციას კითხულობდა. გამოსვლისას მის წინ მაგიდაზე დადეს პატარა მაგნიტოფონი, რომელიც სინამდვილეში ბომბი იყო. აფეთქების შედეგად ხამენეი მძიმედ დაიჭრა. აფეთქება მას დაუზიანა მარჯვენა მხარი და ხელი. ნერვები და მყესები ისე მძიმედ დაზიანდა, რომ ექიმებმა ხელი შენარჩუნება შეძლეს, მაგრამ მისი სრული ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ირანულ პროპაგანდაში ეს პარალიზებული ხელი ცოცხალი მოწამის სიმბოლოდ იქცა. ამბობდნენ, რომ მან ეს მსხვერპლი ისლამური რესპუბლიკისთვის გაიღო. ხამენეისთვის ამერიკა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური მეტოქი, არამედ მორალური და კულტურული საფრთხე. ამას ის ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პერიოდში ამბობდა. Who is your worst enemy, Mr. President? دشمن اصلی ایران کیست؟ آمریکا. ხამენეი და მისი პროპაგანდისტები ამერიკას დიდ სატანას უწოდებდნენ. اینها همه زیر سر شیطان بزرگه تا روح خدا در دل این خاک دمیره تا روح خدا در دل این خاک მაშინაც კი, როცა 2015 წელს ბირთვული შეთანხმება გაფორმდა, ის ამბობდა, რომ ამერიკას არ ენდობოდა.
ამ ყველაფრის ფონზე საინტერესოა, რომ ხამენეი რეგულარულად მართავდა პოეზიის საღამოებს, სადაც ირანელი პოეტები იკრიბებოდნენ და თავიანთ ლექსებს კითხულობდნენ. ამ დროს ხამენეი დროებით არ იყო დიქტატორი და ხდებოდა ადამიანი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა. إلى 90 يركض مسرعا والنفس واقفة على 20 ირანის სახელმწიფო მედია ამტკიცებდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გლოვისთვის ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ადამიანი გამოვიდა. დასავლურმა მედიამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა. მაგალითად, როიტერმა აღმოაჩინა, რომ კამერები რეალურად ათობით ათას ადამიანს აჩვენებდა. თეირანის ცენტრალურ მოედნებზე, ასევე ისპაჰანში, იაზდსა და მაჰშადში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უწყებებსა და სკოლებს დაევალათ შეკრებაზე დასწრება. ასევე ამბობდნენ, რომ მოედანზე მყოფთა დიდი ნაწილი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ოფიცრები და მილიციის წევრები იყვნენ, რომელთა დასწრება სავალდებულოა ძალის დემონსტრირებისა და ანტისამთავრობო პროტესტის პრევენციისთვის. ზოგი მართლაც ნამდვილი მწუხარების გამო მივიდა გლოვის გამოსახატად, თუმცა ბევრი ადამიანი სახელმწიფომ ორგანიზებულად მიიყვანა ადგილზე. საბოლოოდ ხამენეის დაემშვიდობა ქვეყანა, სადაც ზოგს სძულდა როგორც ტირანი, ზოგს უყვარდა როგორც სულიერი მამა, მაგრამ ყველას ერთნაირად ეშინოდა მისი. ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ ირანის უზენაეს ლიდერად მისი ვაჟი მოჯტაბა ხამენეი აირჩიეს. ის წლების განმავლობაში მართავდა მამის ადმინისტრაციას. როგორც ცნობილია, მისი მეშვეობით ხდებოდა კოორდინაცია დაზვერვასთან, ჯართან, სასამართლო ხელისუფლებასთან. მჭიდრო კავშირი ჰქონდა და აქვს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსთან. საინტერესოა, რომ 1970-იან წლებში აიათოლა ხომეინი შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევი სწორედ იმიტომ აკრიტიკებდა, რომ შაჰის ძალაუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა. ხომეინი და მისი მომხრეები, რომელთა შორის ალი ხამენეიც იყო, ამტკიცებდნენ, რომ ისლამში მმართველობა ღვთის სიყვარულს, ცოდნას და სამართლიანობას უნდა დამყარებოდა და არა სისხლის მიერ კავშირს. ახლა კი რესპუბლიკა, რომელიც მონარქიის დასამხობად შეიქმნა, ფაქტობრივად თავად იქცა აიათოლების მონარქიად. ამ ისტორიის დასასრულს მარტივია უპასუხო კითხვა ირანის თეოკრატიული მმართველი სისტემისთვის: ძალაუფლება საშუალებაა თუ მიზანი?